ნიკა მელიას პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევის კიდევ ერთი მცდელობა ბორკილი გისოსების ნაცვლად ოპოზიციის ლიდერზე ელექტრონული თვალთვალი დაწესდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ოპოზიციონერ დეპუტატ სპეცსამაჯურს გაუკეთებენ, რომელიც დროის რეალურ რეჟიმში აფიქსირებს მის ადგილსამყოფელს. პროკურატურის მოთხოვნებიდან ეს ერთადერთი იყო, რომელსაც სასამართლო დაეთანხმა. საგამოძიებო უწყების მოთხოვნა, რომ მელია ციხეში გაეშვათ, კვლავ არ დაკმაყოფილდა. მაგრამ ამით ნადირობა მელიაზე და მისი მცდელობა თავი დააღწიოს შეზღუდვებს არ დასრულებულა. სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოშიც სწავა, რადგან ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს არ უნდა სჭირდებოდეს პროკურატურის ნებართვა საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ამ სიტყვებით დატოვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სააპელაციო სასამართლოს შენობა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით ნიკა მელია საქართველოს ისტორიაში პირველი დეპუტატი იქნება, ვის ცხოვრებას, ფეხის ყველა ნაბიჯზე და საქმიანობას სრულად პროკურატურა გააკონტროლებს. საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თათუნაძის შემადგენლობამ არ დაკმაყოფილდეს. ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ დამატებით გამოყენებული იქნება ელექტრონული მონიტორინგი, რომლის უზრუნველყოფა დაავალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატის საჩივარად არ დაკმაყოფილდეს. ასე გამოიყურება ელექტრონული კონტროლის სამაჯური, რომელსაც ნიკა მელიას ხელზე ან ფეხზე დაამაგრებენ. წყალგაუმტარი სამაჯური ილუქება და მისი მოხსნა შეუძლებელია. სად იქნება ნიკა მელია ინფორმაციას რეალურ დროში იუსტიციის სამინისტროს სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტში მიიღებენ და მეთვალყურე სწორედ ასეთი მონიტორიდან უყურებს დეპუტატს, თუ რომელ მომენტში რა მიმართულებით გადაადგილდება, თუ სამაჯური დაზიანდება, სასჯელ-აღსრულების სამსახურის ამ ოთახში განგაშის სიგნალი ჩაირთვება. შეიძლება ეს იყოს საცხოვრებელი ადგილის დატოვება, შეიძლება ეს იყოს კლიპსის გატეხვა, ბრასლეტის გადაჭრა და ასე შემდეგ. ნიკა მელიას 24 საათიანი დისტანციური კონტროლის გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა მიიღო. გაბინაშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და მელია წინასწარ პატიმრობაში არ გაუშვა, თუმცა პროკურატურას ოპოზიციის ლიდერის სრული კონტროლის უფლება მისცა. ამ განაჩენმა კი დეპუტატს საბჭოთა კავშირი გაახსენა. მე არ ვიცი ხა საბჭოთა კავშირი რა არის თუ არა ეს ახლა თუ დამნაშავე ვარ აქ არ უნდა ვიდგე ციხეში უნდა ვიждდე ხო და ხა თამეუნებიან რომ არ ახარო დამნაშავე მათივე სტანდარტებითაც მაგრამ სახში იჯექიო არ გამოხვიდეო და არ გამოვა ჩემო ბიზინა არ გამოვა ასე თქვენ ვეღარ კანახობთ თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. ნიკა მელიას უფლება აქვს სახლიდან მშობლებთან ან აგარაკზე გადაადგილდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც ის ვალდებულია პროკურორს დაურეკოს და წინასწარ აცნობს. თუ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი პარლამენტში სხდომაზე მისვლას გადაწყვეტს, ნებართვა პროკურორისგან უნდა აიღოს. თუ პროკურორი უარს ეტყვის, მაშინ დეპუტატის სხდომას ვერ დაესწრება. ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურას და სასამართლოს კონსტიტუციას არღვევენ და მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიან. ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ნიკანორ მელიას, რომელიც დღეს უკვე გადაწყდა და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, რომ დარჩა თავისუფლებაში, მას პატიმრობა არ შეეფარდა, შესაბამისად იგი არის საქართველოს პარლამენტის წევრი და მას ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით ვერ შეუჩერდება პარლამენტის უფლებამოსილება. ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილების და მისი ადგილსამყოფელის დაადგენის შესაძლებლობას. მათ შორის შესაძლოა განხორციელდეს ეგრეთ წოდებული სამაჯურის თვით. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვების, საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვებს, სასამართლომ სრულად დატოვა ძალაში. პოლიტიკური იზოლაციის მცდელობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა. ასეთია ოპოზიციის დასკვნა, რომელმაც მოსამართლის გადაწყვეტილება დღეს დარბაზში და სააპელაციო სასამართლოს ეზოშიც მოისმინა. ელექტრონული მონიტორინგის დაწესებას პარტიების ნაწილი ნიკა მელიას დასჯა დაფასებს და ფიქრობს, რომ ამ მეთოდით ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს პირადად ბიძინა ივანიშვილი უსწორდება. ეს გადაწყვეტილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილს ეშინია ნიკა
ნიკამელიას პოლიტიკური საქმიანობის და აქედან გამომდინარე მთელი სასამართლო სისტემა რაღაც სამართლებრივ ნონსენსში შეიყვანა, რადგან ელექტრონული სამაჯურის დამატებით ამ გადაწყვეტილებამ კვლავ ძალაში დატოვა წინა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას უზღუდავს ნიკამელიას. სამაჯური, რომელიც გამოიყენება ძირითადად კრიმინალების წინააღმდეგ, ეს დეპუტატზე სამაჯურის დადება წვინდა, ასე ვთქვათ, ვიზუალურად და იმით, რა ქვია, სიმბოლურად არის ძალიან შეურაცხყოფელი და ფაქტობრივად ნიკამელია პარლამენტში მოსვლის ან წასვლის გამო ფაქტობრივად ამ ხელისუფლებამ გამოიყარა დაღდასმული. თუ არაპატიმრებს მას სასამართლო, მაშინ ჩება ეს დეპუტატად აბსოლუტურად მისი ყველა უფლებამოსილებით და შესაბამისად რაღაც პარლამენტს და რაღაც სასამართლოს რაღაც მისთვის სამაჯურის ხელზე თუ კუდზე გაკეთების საშუალება, ეს უკვე ღიმილის მოგვიყვება, ოღონდ წარე ღიმილის, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდ კვალს ტოვებს ოცნება, ასე ვთქვათ, სამართლებრივ სფეროში. ნიკამელიას ადვოკატი დასაბუთებული განჩინების მოლოდინშია. გადაწყვეტილება არსად ჩივრდება, თუმცა დაცვის მხარე ახლა საკონსტიტუციო სარჩელის სამზადისშია.